ვიღებდი მუქარას გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები. ილია თოფურია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ვრცელდება ილია თოფურიას ოფიციალური განცხადება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით გადავდე ჩემი ტიტულის დაცვა. ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია. თუმცა როდესაც ჩნდება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენს პირად ღირსებას, ოჯახს და რეპუტაციას, დგება მომენტი, როცა მათთან პირდაპირ გამკლავება აუცილებელია. ბოლო თვეებში ვიღებდი მძიმე და მიუღებელ ზეწოლას, მათ შორის მუქარას, რომ ფინანსური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები. ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ყველა შესაბამისი მტკიცებულება საგულდაგულოდ არის შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიო ჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაცია, მოწმეების ჩვენებები და ვიდეო მასალა. ეს მტკიცებულებები გადაეცა შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს, რათა დაიწყოს სამართლებრივი პროცესი გამოძალვის, მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, ფინანსური და პირადი ქონების მითვისებისა და მრავალჯერადი მუქარის ფაქტებზე. ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება დუმილის შენარჩუნების შესახებ მიღებული იყო მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა გავაცნობიერე, რომ ასეთ პირობებში დუმილის სიმართლეს არ იცავს, ის ცრუ ნარატივებს აძლევს გავრცელების საშუალებას. ბევრ ადამიანს გამოუცდია მსგავსი სიტუაციები და არაერთხელ სამართლებრივმა სისტემამ საბოლოოდ ნათელი მოჰფინა ფაქტებს. დღეს წინ ვდგავარ არა მხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახის გამო, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ იძულებით არავინ უნდა დაიმორჩილონ დაშინების ან манипуляციის გზით. ვინც მიცნობს, შეუძლია დაადასტუროს, რომ არასდროს მიმართავს ძალადობისთვის და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და ღირსებით იყო წარმართული. სრული ნდობა მაქვს სამართლებრივი პროცესის მიმართ და საშუალებას მივცემ სამართლებრივ სისტემას, მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს ფაქტები. ჩემი შვილებისა და მიმდინარე სამართლებრივი პროცესების პატივისცემის გამო, აღარ გავაკეთებ დამატებით საჯარო განცხადებებს. თავაზიანად გთხოვთ, თავი შეიკავოთ სპეკულაციებისგან და ამ გრძნობიარე პერიოდში პატივისცეთ ჩემი ოჯახის პირად სივრცეს. სიმართლეს ხმამაღლა ყვირილი არ სჭირდება, მას ფაქტები სჭირდება.